მოკლედ, საინტერესო კაცები ონლაინ რატომ ეძებთ მეგობარ ქალებს? თქვენ სირბლე ქალები არ არიან? მოკლედ, გამოგიგზავნის ვიღაცა Facebook-ზე მეგობრობას და უდასტურებ და ერთ წუთში გწერს. გამარჯობა, როგორ ახარ? ჯერ ერთი რატომ წერ? შენობით. მიცნով, გიცნով? ჩემს პირად საზღვრებს რატო არ ღარ? აი ეგეთებს მაშინ ვერ შლი ხოლმე. TikTok-ზე იციან ხოლმე მოწერა, ძირთად უცხოელებმა. და ზრდილობის გამო წერენ ქართულად. გამარჯობა, როგორ ახარ? შეიძლება შენი გაცნობა? ერთმა მომწერა ასეთმა და მეც უთხარი ზრდილობისთვის. გამარჯობა, როგორ ახარ? მერე იმან მომწერა, აბა მითხარი რა გიყვარს, რა არ გიყვარს, უკეთ გავიცნოთ ერთმანეთი. მე ვუთხარი, მიყვარს ხატვა, წერა და საშინლად არ მიყვარს სამზარეული და საჭმელების კეთება და პაუზა. არ მოეწონა. ცოტა ხნის შემდეგ მწერს, არა უშავს. Facebook-ზე ვნახე თქვენი ვიდეო, ძალიან კარგად გამოიყურებით და ვხედავ, რომ ძალიან სათნო ქალბატონი ხართ. მე ვუთხარი, ცდებით, ძალიან ბრაზიანი ვარ და ვიგინები. გამიგზავნა დიდი სმაილი. და მითხრა, რომ 100%-ით ვიცი, რომ მატყუებ. მოკლედ, შემდეგ მეკითხება, რამდენი წლის ბრძანდებით? თვითონ იყო დაახლოებით მგონი 50 წლის და მე მივწერე, თქვენზე დიდი ვარ და თქვენი ტოლი მოძებნეთ. გარდა ამისა, მე არავის არ ვეძებ. შემდეგ მეუბნება, მოდი დავილაპარაკოთ WhatsApp-ში. ეხლა აინტერესებს ფილტრი ხო არ მატებს? როგორ გამოვიყურები? მე ვუთხარი, აი ზუსტად ესეთი ვარ, როგორიც ვარ. უფილტრო, რაცა ვარ, ესა ვარ. მოკლედ, რამოდენიმეჯერ მომწერა და მერე აღარ მოუწერია. ეხლა ამას რატო ვლაპარაკობ? საერთოდ საქართველოში რატოა ასე? ქართულ საზოგადოებაში, რომ აი ქალს შუა ასაკის შემდეგ არაფრის უფლება არ აქვს თითქოს. არ აქვს უფლება, რომ პირადი ცხოვრება ქონდეს, საკუთარი ინტერესები ქონდეს, მარტო შვილების და შვილიშვილების ცხოვრებით უნდა იცხოვროს. მაშინაც კი, როცა ეს შვილები და შვილიშვილები შორს არიან და თვითონაც გვერდით არ ამეყავს. რატო შეიძლება ქალს ნებისმიერ ასაკში ქონდეს თავისი პირადი ცხოვრება, ქონდეს თავისი ინტერესები, არ იყოს მხოლოდ ბებია და დედა. და ასეთ ქალებს პირველ რიგში ქალები ლანძღავენ. ის საყვარელი ქალები, რომლებსაც მხოლოდ შვილიშვილების სურათები უდევთ სოციალურ ქსელებში. რა თქმა უნდა, ისინი კარგი ადამიანები არიან, მაგრამ ალბათ სხვანაირად უყურებენ ცხოვრებას. დააცადეთ ადამიანებს იცხოვრონ. ქალებო, მოდი გამოვცხადოთ სოლიდარობა ერთმანეთს. თუ გინდათ, რომ ვინმე მოძებნოთ, მოძებნეთ. ეს მხოლოდ თქვენი პირადი საქმეა. ის, რაც სხვას არ უშლის ხელს არაფერში. თუ თქვენ გინდათ, რომ ამ რთულ ცხოვრებაში ყავდეთ მხარდამჭერი, ყავდეთ ადამიანი, რომელიც მოგცემთ სითბოს, ყურადღებას, თქვენ ამის უფლება გაქვთ. ეს მხოლოდ თქვენი პირადი ცხოვრება. არავის ყური არ უგდოთ. მიყვარხართ. წარმატებები.